მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Kia Stingers GT2 Scorpions. იმ ხელა სახელი თქვი, ასფალტი გაიბზარა იმ შიშისგან, აი ამ ხელა სახელია, სათაური არის ყვითელი პრესის, GT2, Stingeri, Scorpioni და აი რაც კი სიტყვა იყო, ყველაფერი ჩადეს ამაში, კი ამ ძალიან საინტერესო მანქანაა და გეტყვით რატო და რატო გაინტერესებდა ჩვენ ეს მანქანა. Რა თქმა უნდა, BMW-ი და Mercedes-ი სამყაროში ახლა Kia-ც თავისას შვება, თავისი ადგილიც უნდა რომ კონდეს და რაღაც ცოტა მოსპორტულო ელემენტი სედანის შემოგთავაზა. Მოდი იქიდან დავიწყოთ, აი საქართველოსო ცოტა ხანი მოვწყდეთ. აი კორეაში ხარ, კორეული ავტომობილია და შენს გინდა რომ ცოტა იაფად რაღაც მანქანა შეიძინო. არ გინდა ეს BMW, Mercedes-ი ძვირიჯდება, თან სხვა ქვეყნის ავტომობილი და გინდა შენი ქვეყნის ავტომობილი შეიძინო. ეგრევე მიდიხარ და Kia Stingers ყიდულობ, როგორც არის წარმოდგენილი ჩვენს ვიდეოში. ეს კონკრეტული Kia Stingeri არის 2022 წლის. ანუ 2022-ში გამოვიდა და რა თქმა უნდა ეს არის GT2, ანუ მაღალი კომპლექტაციის და აი ყველაზე ბოლო კომპლექტაციის არის Scorpioni. ანუ ეს მორიელი არის კიდე ნავაროტკა. GT2 ხო არის აი ნავაროტჩე და Scorpioni კიდე ზევიდან არის მოყრილი გემოვნებით ნავაროტკები. ასევე ეს არის facelift და ოდნავ განსხვავდება წინა მოდელისგან. ზოგადად ავტომოყვარულებში ხა Kia იმითი არ სარგებლობს, რომ რაღაც სპორტული მანქანობით არ გამოირჩევა. არც ერთი მოდელი სპორტულ მანქანაზე რომლის ლაპარაკი Kia-ს არავინ არ იძახს. ამიტომ ვთვლი რომ ეს მანქანა არის ცოტა ჩრდილში მიყენებული და ჩვენ გვინდა რომ ჩრდილიდან გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სასურველი ავტომობილი და ზუსტად აი ესეთ მანქანას ეძებდეს. ამიტომ დღევანდელ ტესტ დრაივში ჩვენ ვეცდებით, მე ვეცდები რომ გავეცნო ამ მანქანას, ვნახოთ თუ რა ავტომობილი შემოგთავაზა Kia-მ და თუ რა თქმა უნდა ამ ტესტ დრაივის მერ თქვენს მოგეწონება და სასურველი ავტომობილი იქნება ეს თქვენთვის, თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ. მე როგორც მიყვარს ხოლმე ცოტა ისტორიაზე უკვე მერე გადავალ, ეხა პირდაპირ გადავიდეთ ამ ავტომობილის ექსტერიერის შეფასებაზე. ამ Daylight-ებს რო უყურებ, რავი, არ შემიძლია არ თქვა ეხა, პარალელი უნდა გაუსვა, უეჭველი, BMW-ს გავს რა, BMW-სნაირად აქ ეს ამოპრეხილი აქ და ღამის კადრებშიც ნახავთ მე როგორ ანთეს. და ზოგადად მთლიანად ფარის ფორმაც, რავი, რა გითხრათ, აი მეორე სერია რო ავიღოთ ახალი, აი 2.5 სერია რო გამოეშვა BMW-ს, აი ჩვეულებრივად მივიღებდით ამ სურს. აი ჩვეულებრივად მივიღებდით, იმიტომ რომ ძალიან წააგავს. მით უმეტეს ეს რო დაფარო, ეხა აი ეს ადგილი, აი ეს ხაურა რჩება BMW-ს. მთელი ხელოვნებაც მაგაშია, ანუ რაღაცას რო იპარო, რაღაც რო უნდა გადაიწერო ერთიდან მეორე ადგილას, აი რაღაცეები შეცვალე, ეს გააერთიანე, ფარს ოდნავ ფორმა შეუცვალე და არაფერ BMW არ არის, ეს არის Kia Stingeri, არაფერში არ შეგეშალოთ. ბამპერი ცუდი არ არის, მაგრამ ისეთი ვიზუალი აქვს ამ ცხვირს, რომ ერთი ტუჩი მოუხდებოდა. აი სპლიტერი, აი აქ ჩააკვდებოდა ერთი კაი სპლიტერი ამ მანქანას ჭირდება. ნუ ეს უკვე მე პატრონის რავის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა სპლიტერი. მე დავაყენებდი, უეჭველი დავაყენებდი. რა თქმა უნდა ესენი ფუნქციონალურია, ეს ყველაფერი ღიაა და ეს CV HR-ის ნაკადი შედის. თუმცა HR-ის გამოსვლაზე აღარ იფიქრეს. შედის, მაგრამ სად მიდის და სატრიალებს კაპოტის ქვეშ კაცმა არის ის. ესენი fake საჰაეროებია, აქედან ეს ხელი HR-ი არ იცლება. პატარაზე აი სეტკისის რაც აქვს, ბადე რაც არის, ბადის ფორმა, რომელსაც ის მაინც რო ამოეჭრათ, კარგი იქნებოდა. ანუ ჩვეულებრივად უბრალოდ fake არის. გარედან კი, რა თქმა უნდა, სადა კაპოტს ჯობია ესეთი, მაგრამ ფუნქციონალური რო ყოფილიყო კაპოტზე ეს ჭრილები უკეთესი იქნებოდა. ყველა ვარიანტში უკეთესი იქნებოდა. ფარებზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მართლა ამასაც გამოიყურება ანთებული და ახლდანაც რო უყურებ ჩამქრალდეს, ეხა მე რო უყურებ, კარგი ფორმები აქვს. არა აქვს სუდი ფორმები ნამდვილად. ანუ ფარზე იმუშავეს. ბამპერიც მისაღებია და ზოგადად ცხვირი ამ მანქანის მომწონს. ყველაზე ლამაზი და ყველაზე ელეგანტური არ არის, არც ყველაზე სპორტული, თუმცა
რაღაც თავისი სტილი აქვს ამ მანქანას. უკვე გადმოვდივართ გვერდზე. გვერდი არის როგორი? ახლა გეტყვით. ვინაიდან ეს არის Scorpion Edition-ი, ანუ აი მორიელი არის, აი ტოპის ტოპი არის. მოყრილია კიდე რაღაცეები. რაღაცეებში გულისხმობ დისკებს, აი ეს დისკები აქვს Scorpion-ის ვერსიას და რა თქმა უნდა Brembo-ს 4 პორშნიანი ტორმუზები. მუხრუჭები. გვერდზეც იმუშავეს, ესე პირდაპირ არ დატოვეს, აქ აქვს საჰაერო და საჰაეროდან ეს კანტი მოდის კარის, ეს ლამაზად და მთლიანობაში ეს დიზაინი უხდება ამ მანქანას. სარკეებიც უხდება, გვერდიც უხდება, აი ეს კარები კარის აი ეს დიზაინს უხდება. დაკეტილ კარზე რაღაც პონჩი გრან კუპესაც გავს. თუმცა გრან კუპი არ არის, იმიტომ რომ კარები არის მთლიანი. აქ მხოლოდ შუშა არ ამოდის, ამ მთლიანია კარები. დაკეტილზე კი წააგავს გრან კუპეს. GT performance სტიკერსაც ხედავთ, იმიტომ რომ ეს მანქანა არის დანასტროიკებული, ანუ გაძლიერებულია და სადღაც 400 პლუსით აქვს ცხენი, გამოიმუშავებს, საკმარის ცხენებს გამოიმუშავებს. მაგაზე უკვე მე ვისაუბრებ, როდესაც ჩავაჭერთ. დისკების ნორმალურია, ვერ ვიტყოდი რომ ცუდი დისკები აყენია, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი რომ Carhull discs მირჩევნია aftermarket დისკი ყოველთვის მირჩევნია. სახურავი, ანუ ჭერზეც მინდა 1-2 სიტყვა თქვა, ნახევრად არის შავი, ანუ ნახევარი არის წინ შუშა და უკან უკვე ჩვეულებრივი სახურავია. უხდება თეთრი ფერიდან გამოყოფილია ეს შავი, ეს შუშა რო ამოდის წინა საქარე მინიდან, მე უკვე ამ ლუქსეს რო გადმოდის ეს შუშა, საკმაოდ ნორმალურია, კარგად გამოიყურება. თუმცა ვერ ჩავწვი იმ იდეას, მთლიანად რატო არ არის შუშის. ბარემ ყოფილიყო მთლიანად შუშის და შეიძლება ბევრად ეფექტური ყოფილიყო. გადმოვიდეთ ახლა უკანა მხარეს. უკანა მხარესაც კიდე რაღაცებს მაგონებს. და მაგონებს რას? აი ეს დიზაინი, უკანა სტოპების, ანუ უკანა მაშუქების დიზაინი არის, რავი, ბევრ მანქანას აქვს ეს ქვევი ჩამოღვენთილი, ხო? მაზერაც აქვს რაღაც მხრივ ესე თან რუანთებს მით უმეტეს. ჩარჯერებსაც უკინა რო შეხედა, აი ბოლოები, ანუ აი ეს ადგილები ესე ქვევით ჩამოზდის. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ანუ ჩარჯერსაც, მაზერაცსაც და ამასაც და კიდე სხვა მანქანას, რომელიც გაგახსენდებათ, რომ ესეთი დიზაინი აქვს ფარების, მთლიანობაში დიზაინში კი ჯდება ხოლმე, მაგრამ რატომღაც ძალიან დაღონებული ვიზუალი აქვს ჩემთვის, რაც აი დიდად მომწონს მეთქი ვერ ვიტყვი. ეს არის სუფთა გემოვნების ამბავი, შეიძლება ვიღაცა გიждდებოდეს ესეთი სტილის ფარებზე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა რაღაცა დაღონებულია, უფრო სხვანაირს გავაკეთებდი. ამ მანქანის ფორმებს რა თქმა უნდა უხდება, არ ვიტყოდი რომ ცუდია, მაგრამ აი რაღაც თითქოს უფრო აგრესიული და განსხვავებული მინდა რომ ყოფილიყო. უკრიდანაც ნორმალურად გამოიყურება, მაყუშებს ხედავთ რომ 4 მაყუჩი აქვს აქედან. გარედან აქვს ლამაზად რო იყოს ეს fake მაყუჩები, მაგრამ შიგნიდან გამოყოფილია უკვე ნამდვილი მაყუჩის გლუშიწელის ტრუბები. აი ეს ცოტა ცუდად გამოიყურება და ზედმეტად უხეშად, კი ჩვენ უხეშობა გვიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში უხეშობაში დიდ მინუსს წერ, იმიტომ რომ თუ fake მაყუჩი აყენია, მაშინ fake მაყუჩი ლამაზად უნდა ჩანდეს და აი აქედანვე რომ გავარ და უყურებ, შიგნით ჟანგიანი ტრუბები იყურება, ეგ არ მომწონს. ანუ ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე უნდა იყოს და აქ ორივე ერთად არის გამოთხრილი, რაც დიდად არ მომეწონა. აქ დიფუზორის სტილში პატარა ჩამოწეული კლიკები აქვს, ეს ქარხულად აქვს თლიან ბამპერს და ეგეც ნორმალურია, კარგია, ეგ მომწონს, ხა ეგ უნდა კონდეს. ხო, სპოილერი არ მინდა გამომრჩეს, კიდე ესეთი სპოილერი აყენია, რომელიც ავტომობილის ფორმებს იმეორებს და მომეწონა ეს სპოილერი, პირდაპირ ვიძახი ამ მანქანის ფორმებს კარგად არის შერწყმული, ზოლით, დიზაინის ფორმაც, ეს დაგთეილივით არის ცოტა, მაგრამ აქ ხელით შეგვიძლია შევყოთ. რა ვიცი, სპოილერზე არაფერს არ ვიტყვი, უხდება. და დიდი Stingeris ლოგო, აგერ აწერია დიდად Stingeri. GT-ც აწერია და all wheel drive, ანუ 4-ვე წამყვანია. თუმცა ესენი უკანა წამყვანებიც არსებობს და მანდის მომეწონა, რომ ზოგადად 4-ვე წამყვანი ავტომობილების ვერსიები თუ არის ხოლმე ან მონო წამყვანი, ან წინა, ან უკანა, უმეტესობა არის ხოლმე წინა წამყვანი. ამ შემთხვევაში თუ 4-ვე წამყვანი არ გინდა, უკანა წამყვანი შეგიძლია შეიძინო და მაგასაც მივესალმები. აი წინა წამყვანი მანქანები, ანუ კატეგორიულად არ მიყვარს, ანუ არც ნელასიარულში, არც ტრეკზე, არც ქალაქში საგაზაოდ, არც სახლის, არაფრისთვის არ მიყვარს წინა წამყვანი ავტომობილი. ან უკანა უნდა იყოს, ან 4-ვე წამყვანი. ამ შემთხვევაში ჩვენი არის 4-ვე წამყვანი და რა ვიცი, ერთ-ერთი ტოპ კომპლექტაციის ავტომობილია. ბერკეტები დიდად ახლა რო გითხრათ, რომ განსხვავებული გააკეთეს მეთქი, არა, მთლიანობაში ავტომობილი რო უყურებ არ არის სუდვიძე, მართლა ლამაზია. თან კიდე ერთ რაღაცას გეტყვით, ვიდეოში და ფოტოებში ნაკლებად ლამაზი ჩანს, ლაივში ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ ფორმებს უფრო აღიქვავ და ლაივში უფრო მომეწონა, ვიდრე ნებისმიერ ტესტ-დრაივი რო ჩართოთ, ან ფოტოები რო დაგუგლოთ. ლაივში კარგია. ისევ იმას გამოვეორდებოდი. გარედან ერთადერთი ტუჩს, ანუ სპლიტერს წინ დავაყენებდი. არ არის აუცილებელი კარბონის იყოს, უბრალოდ შავი ერთი ტუჩის სპლიტერი ჭირდება ამ მანქანას.
რა შემიძლია ვთქვა, მისაღებია ეს დიზაინი, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ყველაზე მაგარი დიზაინი არ არის, ყველაზე ბრუტალური, ყველაზე ელეგანტური არ არის, თუმცა იმ ფასის კატეგორიაში რა ფასში შეგვიძლია ეს მანქანა ვიყიდოთ, მართლა კარგი დიზაინი აქვს და ცოტა დისკებსაც თუ შეცვლა, სპლინტერსაც მიაყენებ, ყურადღებასაც მიიგზეს, ანუ ვიღაცეები თავსაც გამოატრიალებენ შენსკენ. დიზაინსაც რო თავი დავანებოთ, ამ მანქანამ რატომ მიიქცია ჩვენი ყურადღება? ზოგადად, აი კიამ რატო შეიძლება ყურადღება მიიქციოს? ვინაიდან ფასი აქვს ძალიან კარგი, რომელსაც ბოლოს გეტყვით, ჩემი გადმოსახედიდან ნორმალური ფასია, არის საკმაოდ ისეთი ჩქარი მანქანა. Turbo ძრავია, V6-ია, ძრავზე და მონაცემებზე მე ხანხულზე სამომავლოდ ვისაუბრებ და ზუსტად ეგ იყო, რომ იაფად შეგიძლია ოდნავ ჩქარი ავტომობილი იყიდო. თან თუ რაღაც პრეტენზია გაქვს, რომ ცოტა უფრო ჩქარი უნდა იყოს, როგორც ეს მანქანა არის GT Performance-ში დანასწროიკებული ეს პროგრამული უზრუნველყოფა მიაყარა იქ ნოდომი რაღაცები ჩაკლიკა next finish და გააძლიერა. თქვენც შეგიძლიათ ანალოგიურად, ზუსტად იგივენაირად Kia Stinger-ი გააძლიეროთ. მაგაზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ამ მანქანის აჩქარებას ვნახავთ და ჩაჭერას ვნახავთ. ეხლა შეგვიძლია ცოტა ამოვქოქოთ, იმიტომ რომ დიზაინს ამ მანქანისას უკვე ბევრჯერ ნახავთ სიარულში და სხვა ადგილებში გაჩერებულსაც და ინტერიერზე მინდა ვისაუბრო. აბა ვნახოთ, შიგნიდანაც გავეცნოთ, როგორი სულის პატრონია ეს მანქანა. ჩავუშვათ ამოვქოქოთ და ცოტა გავიაროთ ქალაქში და ვნახოთ, როგორი კომფორტულია და რა ემოციები შეიძლება მოგვანიჭოს ამ Kia Stinger-მა. წავედით. დღეს გადავწყვიტეთ მანქანა რო თეთრი იყო, შეგვერია თეთრი ჯო, მაგრამ ორი სარო დაგვხვდა უხეში ჯოები დაგვხვდა, ამიტომ შევეშვით. უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ სხვადასხვა ფერის ჯოს აქვს სხვადასხვა სურნელი, ანუ არომატები განსხვავდება, რა თქმა უნდა. ერთადერთი არომატი, რომელიც არ განსხვავდება, არის GS-ი და უხეშის ჯო, იმიტომ რომ ეგ ზოგადად უხეში ტესტ-დრაივის ჯოებია და ორივე ჯოს აქვს ერთი და იგივე სურნელი. დანარჩენები ფერების მიხედვითაა. ნუ სხვათა შორის შეფუთოს აწერიას ხოლმე და სატესტოც აქვს გარედან, შეგიძლიათ შეამოწმოთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ჯოები თავის ადგილასაა, ჰელი თავის ადგილასაა, იმიტომ რომ უკვე ჩამოცხა, როგორც ხედავთ. საკმაოდ დათბა და უკვე დავიწყებთ ცივი ჰელის ჩასხმას εν რაოდენობით. Ძალიან ჰელი გაიგრძელე ყელი, ზუსტად ეგ არის, ეგ სეზონი იწყება და ძალიან მიხარია. პირველი რაც მინდა აღვნიშნო ის არის, რომ რამდენი კიაც გადავიღეთ, ყველგან არის კარგი სივრცე, ანუ მაგით ძალიან უცნაური დაწყება არის, მაგრამ მაგით მინდა დავიწყო. ამ კიაშიც სივრცე არის საკმაოდ ისე, კარგად არის, აი, კარგ სივრცეში ვზიარ, მით უმეტეს ეხა მაღლობიდან რო ვიყურები, აი ეს სივრცე და ეს ხედი, აი მგონია რომ რაღაცით მოვკატაობ უზარმაზარი მანქანით ისე კარგად ვგრძნობ თავს. სივრცის ნაკლებობას არ განიცდის ეს ავტომობილი, ერთადერთი კიდე მინდა ეგეც აღვნიშნო, აქ ცოტა უსწორმასწორო გზები არის და ცოტა რაღაცები ბრაგუნებს, აი რაღაცები, კონკრეტულად ამას ჭირს თუ ყველა ესეთი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ცოტა ზედმეტი ხმები შემომდის, რა ცოტა ბრაგუნისკენ მიდის. მაგას რო თავი დავანებოთ, ინტერიერზე რო გადმოვიდეთ, პირდაპირ უკვე რა შემოგთავაზეს, როგორი ტორპედო და როგორი კომფორტულია ეს ავტომობილი, შეგვიძლია პირდაპირ ტორპედოთი დავიწყო. როგორი ტორპედოა და აქაც ვიღაც იტყვის, რომ აი რატო არ ახსენეო და ვახსენებ სანამ კომენტარს დაწერთ. ეს შუაში სამი გრილი, რომელიც ფეჩის არის ან კონდიციონერის, რომელიც გაგიხარდებათ, წააგავს Mercedes. ნუ შეიძლება მაინც და მაინც არ მოიპარეს და ესე უნდათ, მაგრამ აი ეს უარ მეთქვა ჩამპიზდავდა ხალხი, რომ როგორ არ თქვი, როგორ გამოგჩავს სულთან Mercedes-ი არო. კი ბატონო, ეს ადგილი ცოტათი წააგავს. მაგრამ ბოლოებში უკვე კორეა ჩააქსოვეს. აი ბოლოებში მაინც კორეული რაღაცა მიახატეს იქ. სულად არ გამოიყურება. თან მით უმეტეს ეს არის ტყავის, კარგი ნავაროტით არის ეს მანქანა, როგორც გითხარით, ტოპ კომპლექტაციაა და აქაც ტყავი აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა ეს ვერცხლისფერი, რკინისფერი, ეს კანტი, რომელიც აქვს ამ ავტომობილს, ეგ არის ხელის ბერკეტებზეც და რა თქმა უნდა ეს კარის დასაკეტი ბერკეტიაცა, მან და ზუსტად ეგეთი რკინის სტილში ვერცხლისფერი დეტალი აქვს, რომელიც ძალიან უხდება და მომწონს. ანუ ესეთ მანქანებს უხდება ესეთი დეტალები. ქვევით უკვე ჩვეულებრივი კლიმატის, ჩვეულებრივი შავი ღილაკებია და აქ სატრიალებელი, ესეც კლიმატის არის და მომწონს რომ ეს კლიმატი არის ღილაკებზე. ანუ ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე. კი, შეიძლება ძველმოდურია, გასული ერა არის, მაგრამ მარტივია რა, გინდა კონდიციონერი არამე დააჭირე რა, არ გიწევს მონიტორზე ჩალიჩი და გზის და გადავარდნა და ხეზე შემოხვევა, რომ უბრალოდ დაუწიო ან აუწიო რაღაცა სიმძლავრეს დაბერვის.
ღილაკი დააჭირე დამთავრდა. ეს სკორპიონი არის პაკეტი, აი როგორც არის, M პაკეტი სიტყვაზე რაღაც, ეს ლაინი და ასე შემდეგ. ანუ GT2 ისე GT2-ია, ეგეც პაკეტია, იმიტომ GT1-იც არსებობს, მაგრამ ეს GT2 და სკორპიონი არის აი ტოპი, აი ფული რო იძახიან ხო, კომენტარებში რო წერია მანქანას რო ყიდენ, აი ფულია. აი პოლნი ფულია და რა შედის ახლა ინტერიერში ეგ პოლნი ფული რატოა? შემოგთავაზე აქ ბარზე კარბონი და არა მხოლოდ ბარზე, ასევე აი ბერკეტთან, სახელურთან არის კარბონი. ნუ კი შეიძლება ძალიან ბევრი კარბონი არ არის, ცოტა მოჟოშკილი კარბონია, მაგრამ უხდება, ანუ ისეთია მშრალი კარბონია, დრაი კარბონი არის და უხდება რაღაც თავის სპორტულობას და რაღაც სიმდიდრეს მაინც ანიჭებს მანქანას. მე ძალიან მომეწონა. ახლა ჩვეულებრივ პლასმას ყოველთვის მირჩევნია კარბონი მქონდეს მანქანაში. აი უდაოდ მაგაზე მე მგონი ლაპარაკი ზედმეტია. ამ ბარს რაც შეეხება, საკმაოდ კომფორტულია და საკმაოდ ლამაზია და ეხლა გეტყვით რატომ. ჩემ ტელეფონს ცოტა ხნით ავიღებ, აქ wireless charge-იც აქვს, აქ თავისი USB პორტებია და როგორც კი პატარაზე მივაჭერთ, ეგრევე კარბონის ხუფიც გამოდის და ფარავს ყველაფერს. ორი ჰელის ჩასადები გვაქვს ისეთ ადგილას, რომ არ გვაწუხებს, არაფერს არ ურტყავთ, არც ხელს, არც ფეხს, არაფერს, ანუ ჩვეულებრივად თავის ადგილას დევს. ბერკეტის სიჩქარეების უმარტივესი, ანუ არაფერს არ აკეთებ, დეში ჩააგდე და წადი. ეს არის რეჟიმები, ანუ სპორტ მოუდი და სიტყვაზე ნორმალ მოუდი, ქალაქში რომელსაც მინდა იმას ავირჩევთ და ანუ დანარჩენი უკვე აქ სავარცხლების გათბობა, გაგრილება, საჭის გათბობა, პარკინგი, ანუ კამერები რო ჩაერთოს და ასე შემდეგ. განსაკუთრებული არაფერი, აი რაც ავტომობილს ჭირდება, ესენი არის ყველაფერი აქ მოთავსებული. აქ არის ესეთი უხეში სათავსო, საკმაოდ ესეთი კარგი ზომის და პლუს მაგას რო დახურავ, აქ მაინც რჩება ერთი ადგილი, სადაც მე მაგალითად გასაღები დავდი ამ მანქანას. ესე გამოიყურება გასაღები. უბრალოდ აი აქ ჩავაგდე ეს გასაღები და ნუ აი ეს ადგილი საკმაოდ კომფორტულია რა. ბევრი რო არ ვილაპარაკო, კომფორტულია. დიდად კაცათმოცის ხმა არ აქვს, აი ძალიან ცოტათი აქვს და ეხა მართლა ვეჯაჯგურები, ანუ ფეხი რომ მიადო, აი უნდა მიაჭირო რომ გამოძრავო რა. ისი არ არის რომ აი Toyota-ზე რომ გამოძრავ და რომ ძრება და ხელს იქჩება, ეგრე ნამდვილად არ არის. მაგას რო შევეშოთ საჭეზე გადმოვიდეთ, აი საჭე რატომღაც არ მომწონს და გეტყვით რატო არ მომწონს. ძალიან ძველმოდური დიზაინი აქვს, ანუ გასაგებია ხელში კომფორტულია, ნუ მრგვალი საჭია, რა თქმა უნდა, ეს ადგილი. აი ამ ადგილზე თუ იმუშავეს, აქაც შეეძლო ცოტა დიზაინი შეეცვალოთ. იმიტომ ყველა კიას აქ თითქმის აი ესეთი საჭია, ეს მრგვალი, დიდი რაღაცნაირი ჩაზნექილი და ეს მასალა გარედან რაც არის, აი მეძველ მოდურება რა. იგივეს ვიძახი ხოლმე ბევრ აუდი საჭეზე მithქონს რა. ეს წერტილებიანის გვერდები და ეს სულ შავფერში რო არის, რაღაცა თითქოს სიხალისი აკლია ხოლმე რა, თანამედროვეობა აკლია. ნუ არ გავგიჟდი ახლა, აი ცუდი არ არის, მაგრამ საჭეზე არ გავგიჟდი. აუდზე გამახსენდა ახლა მაჩვენებლების დაფას აქედან რო უყურებთ, აი ზუსტად აი ამ იმას. დასაბერს გრილს. ერვოსემი. აი სუფთა ერვოსემია. ოღონდ მართლა ვიძახი. აი ერვოსემი გერმანიაში რო გადავიღეთ, არა მხოლოდ გერმანიაში აქაც რო ვიღებთ ხოლმე ერვოსემს, ერვებს. აი ესეთი მაჩვენებლების დაფა აქვს რა. არაფრით არ განსხვავდება. მექანიკურია გვერდებზე, რა თქმა უნდა და შუაში უკვე პატარა ციფრული მონიტორის დისპლეიც გვაქვს აქ. ფერებიც, ან ფერები ძალიან წააგავს. ამ ისრების, მექანიკური ისრების ფერი არის წითელი, ფონი არის თეთრი და ნუ ციფრული მონიტორი რაც არის, ეგეც ნუ აი ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული ბევრი ფერით არ გამოირჩევა. მაგრამ ერთი ძალიან კარგი რაღაცა აქვს ამ კორელებმა, მოკლედ დაამუღამეს კარგი რაღაცეების ჩამატება. ეს არის პავაროტნიქს რორთავ, ეგრევე გვერდით და კამერა ერთად. ეს მარცხენა, ეს მარჯვენა. ანუ შეგიძლია იქით არ გაიხედო, რაღაც blind spot-ი სადაც გაქვს, ყველაფერს კარგად ხედავ, აი რამე რო იყოს იქ და იდოს, დაინახავთ და აღარ დაეჯახებით. მე ვერ დავინახე. აი სპორტში რო გადმოვედი, ძალიან უნიშნულოდ შეიცვალა მაჩვენებლების დაფაზე, ეს პატარა სპორტი აინთო. ერთადერთი აი ამ დისპლეიზე, მანდ ისიც გაქრა, ერთ წუთი დაუბრუნოთ. აი აქ ცოტათი უკვე რაღაცა უსახო მანქანა გამოვიდა. ვერ გაიგებ რა მანქანა, ვანდამი არ გადმოხდა. ხო, ვანდამი არ გადმოხდა. რაღაცა უსახო არსებამ გამოაგორა თავისი რაღაც ფორმები. კი ბატონო, დიდი არაფერი ახლა, ეს კომფორტით შეგვიძლია ვიაროთ. მაგრამ სპორტზე რო ვრთავთ, კიდე ერთი ესეთი ფუნქცია აქვს, როგორც ნამდვილ სპორტულ მანქანებს აქვს ხოლმე, სავარძლებმა ეგრევე მომიჭირა. ანუ ეს ფუნქცია აქვს სპორტ რეჟიმში, გადადიხარ, გვერდები გიჭერსო სკამიდან არ გადმოვარდე. ჩიტო გიჭერს სპორტზე. როჯი მაქსიმუმ გაიგრილო აქედან, ჩამოვარტყავ და ფიჭის გაგრილება ჩაირთვება. ჩქარიც არ არის. ეგეთი ჩქარიც ვერ არის. შუაში მონიტორი რაც გვაქვს, ციფრული მონიტორი, საკმაოდ ნორმალურ ადგილას არის განთავსებული, აი კარგ ადგილას არის განთავსებული, დახრაც ძალიან კარგი აქვს, არც ქვევიდან არ გიწევს ყურება, არც ზევიდან, არც რაღაც თავი არ უნდა გაწიოს. საკაიფოთ არის, რესტებს ცოტა დიდი აქვს, ანუ ჩვენი მონიტორი ოდნავ დიდია, ძველებს ამხელ მონიტორი არ აქვს. ფერები აქაც ნორმალურია, ეხლა რაღაც იასამნის ფერი ჭარბობს, მაგრამ ანუ მთლიანობაში ცუდი არ არის.
თუ რაღაც სადღაც შედიხარ უკვე ცოტა ჩინურს ემსგავსება, მაგრამ მთლიანობაში ცუდი მაინც არ არის, იმიტომ რომ ბევრად უარესი მონიტორები მინახავს. სავარცხლებიც კომფორტულია, ხა კი ვთქვი, რომ სპორტ რეჟიმში გიჭერს მეთქი ეს ყველაფერი, მაგრამ ვიზუალურად არაფერი განსაკუთრებული. საერთოდ არაფერი განსაკუთრებული. არც წინა, არც უკანა სავარძლები სხვა ავტომობილებისგან არაფრით განსხვავებული არის. ამიტომ მაგაში არც პლუს არ დავწერ, მაგრამ მინუსშიც არ წავიყვა. ნოლია, არც იქით არის, არც აქეთ შუაშია გაჩერებული ერთ ადგილას. თვითონ საუნდ სისტემა კარგი აქვს, მუსიკას რო უსმენთ გზაში, საკმაოდ კარგი საუნდი მოაქვს, მაგაში კი კარგი პლუსი, იმიტომ რომ სკორპიონია GT2 ებოლუა და ამის დინამიკებზეც იმუშავებს. ვისაც ევასება შეუძლია გადახადოს ზევითად ადის რა თქმა უნდა, პანორამა არ არის, მაგრამ ბევრს ევასება, ლუკი გადახდილი აქვს ხოლმე ზაფხულში. მე ვერ ვკაიფობ, ეხლა ჩემთვის ყოველთვის არის ხოლმე კომფორტული ჩემ ნაჭუჭში რო არა სიბნელეში ჩემთვის რაღაც არავინ რო არ მაწუხებს და ეს ლუკი ზევიდან მზერო ჩამომდის ხოლმე და აურზაურ და ხმაურ და მტვერი მე არ მიყვარს ამიტომ სუდახურული მაქვს ხოლმე ტორპედოს ხარისხის ქვევით ტყავია ზევით ტყავი არ არის ზევით არის რა ქვია ამას ვაფშე რეზინა ნარევი რაღაც რო არის ბილი მასალა რო არის მაგრამ არც ტყავი რო არ არის და არც რეზინა რო არ არის ეს ტორპედო არის ზუსტად სილიკონის ტორპედოა, არ ვიცი, რაღაცა ხარისხის ტორპედოა. თლიანობაში სიმართლე რო გითხრათ, ცხვირს რო უყურებ, გონია რომ BMW-ს რაღაცა მოდელია, რაღაც შვილობილი ვერსია არის, უკრიდან რო უყურებ, გონია რომ საერთოდ სხვა მანქანა არც კი არაფერი რაღაცა ამერიკული მანქანა მგონია და ეხა საჭესთან რო ვზივარ და ამ მანქანას ვატარებ, მგონია რომ აუდის ტესტ-დრაივი მაქვს. ყველაფერს ფიცავარ, აუჩი ვზივარ, აუდია ეს ყველაფერი. უფრო ევროპულ მანქანას მიამსგავსეს, ვიდრე თვითონ კორეულ ავტომობილს. ბევრი სალაპარაკო ინტერიერში აღარ მაქვს, არ მინდა რომ უბრალოდ მოგაწყინოთ თავი, ეხლა ცოტა ხანი გავჩერდეთ, ძრავზე ვისაუბროთ, მერე ჩავაჭიროთ. რა თქმა უნდა, საბარგულს და უკანა სივრცესად ბოლოში განახებთ ამ მანქანის. კარგი ადგილი ვიპოვოთ, ძრავზე ვისაუბროთ, მონაცემებს მოგახსენებთ და მერე ცოტა ავჩქარდეთ რა, რომ ამდენი ვაქეთ, ვადიდეთ და რაღაც უნდა მივაჭიროთ. სანამ კაპოტს ავხდი, ეხლა გაჩვენებთ კამერებს, 360 კამერები აქვს, აგერ, აქედან რა თქმა უნდა სulit, მე ხედვები სადაც იქით იყურებით, ესე. ირჩევთ სასურველს. ანუ 360 კამერებიც გეხმარება. ასევე გამოსახულება ვიტყოდიო, ძალიან ცუდი გამოსახულება არ აქვს. პირიქით, კარგი გამოსახულება აქვს და Toyota-ს გამოსახულებას 100-ჯერ ჯობია, 100-ჯერ ჯობია. კორეელებმაც კი უკეთესი კამერები დააყენეს, ვიდრე ამ Toyota-ში იაპონელებს არ ვიცი რაჭით, რაზე ჟუშკავენ ფულს მე ვერ გავიგე. ეხლა კაპოტს ჩავხედოთ, მონაცემებს გეტყვით და ერთად გავიაროთ. ესე გამოიყურება ჩვენი 6 ცილინდრიანი ძრავა. მოკლედ, 3 და 3-ია ეს ძრავი, V-ტიპის, V6 არის, twin turbo-ა და 368 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ნიუტონს რაც შეეხება 510 ნიუტონი აქვს. ნორმალურია ციფრებში, მართლა ნორმალურია, მაგრამ ვიდეოს დასაწყისში რო ვახსენე მომატებული აქვს მეთქი ცხენი, დანასტროიკებულია და 400 პლუსით აქვს. ზუსტად მე არ ვიყავი იქ ნამყოფი, მაგრამ 400 პლუსით აქვსო. ძალიან მარტივად ავიდოდა 400 პლუსზე, იმიტომ რომ twin turbo-ა და V-ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავია. 3 და 3 ლიტრის მოცულობის. კიასთვის ცუდი არ არის ნამდვილად. 400-მდე ცხენი ცუდი არ არის. სიარულს ეხლა რო დავდიოდეთ, კარგად დადიოდა, ჩვენ ეხლა ბანზე გავცოდას ჩავაჭერთ, კარგად, დრაგით წამოღებული გვაქვს, აპლიკაციით გავზომავთ მონაცემებს. ერთადერთი დიდი მინუსი აქვს წვა, იმიტომ ქარხნულად უწერია 14 ლიტრი ქალაქის პირობებში. 14 ლიტრი და 15 ლიტრი, ცოტა არ არის თანამედროვე სამყაროში, საკმაოდ ისეთი არა, ჯიბეს ურტყავს. მაგრამ სპორტულ მანქანებში, მოსპორტულ მანქანებში თუ მივაწერთ ამ Kia Stinger-ს, მაშინ ნორმალური წვა არის, იმიტომ ყველა ჩქარი, მძლავრი მანქანა ბევრს წვავს, ცოტას 8 ლიტრს არც ერთი არ წვავს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სუპრა წვავდა ძალიან ცოტას წვავდა. საბარგული არ შემილია რომ არ გავხსნა. უნდა ჩავიხედოთ საბარგულში.
ისეთია ნორმალური ზომის არის, თქვით რა ხდება, აბა. აჰა. ასევე სავარძლები გადადის, თუ სიტყვაზე სავსე მანქანით არ დადიხარ და გინდა რომ ბევრი ბარგი ჩადო და შენ სადმე წახვიდე, გადაწევ სავარძლებს და აი შეყარი რასაც გინდა ყველაფერს. ცუდი არ არის, თავის ეს ხუფიც აქვს, საბარგულსო დააფარებ, ავტომატურად თავის ხუფიც ეფარება. ჭერი ცოტა დაბლა, იმიტომ რომ იცით რომ ყველაზე მაღალი ადამიანი არ ვარ, 1.82 ვარ და ნუ ჭერთან საკმაოდ ახლოს ვარ, თუ გასწორებული არ ცოტა უნდა ჩაითენთო. აქ მრგვალი ისენი გვაქვს როგორც წინ, დასაბერი გრილის. შესაერთებელი, ერთი USB და ერთი ჩვეულებრივი. აი ესეთი ზე განსხვავებული უკან არაფერი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქაც კარბონია სახელურთან. რომელიც ლამაზია, ანუ კარის აბიუკა ლამაზია, ეხლა ცუდი არ არის, მაგრამ თვითონ შიგნით, აი ზუსტად აუძე რასაც ვიძახი ხოლმე, აქაც იგივე სიტუაციაა რა, აი მოსაწყენი შავი ფერი ტრიალებს რა, აი რაღაც არათანამედროვე რაღაცებს ხედავ რა, თითქოს სადღაც ნანახი მაქვს, გამოვლილი მაქვს, გადაღეჭილი გვაქვს ეს ყველაფერი და ცოტა მოსაწყენია. რო გითხრათ რომ ძალიან ლამაზია და განსხვავებული არც წინასავარძელი, აი უკინა რო უყურებ, აი აქედა რო უყურებ, აი ჩვეულებრივი სავარძელია რა, არაფრის მთქმელი დიდად. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხა ცუდი და ფუ და ეს რა არის, მაგას ვერ ვიტყოდი, აი ნამდვილად ვერ ვიტყოდი. თუმცა იმასაც ვერ ვიტყოდი რომ აუ მომეწონა და ეს აჩავჯექი და უკან რა კომფორტულია და რა ლამაზია. არა, მისაღებია, ნორმ. ჩემი ვიდეოების მერე ძალიან ბევრს არის ხოლმე გადამწყვეტი ტესტ-დრაივი, რომ წავიდეს და მე ავტომობილი შეიძინოს. ზუსტად მაგიტომ უკანა სავარძელსაც ვნახულობთ ხოლმე, სივრცესაც, საბარგულსაც, კაპოტშიც ვიყურებით და ნუ წინა მხარესაც რა თქმა უნდა, მძღოლის გვერდზე მგზავრის ხალხსაც განვიხილავ ხოლმე დეტალურად. ეხლა უკვე დრო არის, რომ ჩვენ ცოტა ხანი შევეშვათ განხილვას, ვიზუალურ განხილვას, ჩავაჭიროთ და ვნახოთ ეს მონაცემები, რაც გვაქვს, როგორ გადმოიტანს ეს ავტომობილი ამ მონაცემებს ასვალზე. ანუ როგორ აჩქარდება და როგორ ივლის ცოტა ჩქარა. ჩავუშვდეთ ამოვქოქოთ ბანზე, გავიდეთ და დრაგი დატენილია, შევაერთოთ ჩვენი ტელეფონი დაუკავშიროთ და ვნახოთ ამ ავტომობილის აჩქარება. წავედით. ეს არის დრაგის აპლიკაცია კიდევ ერთხელ, როდესაც დრაგს ვთავთ ხოლმე, ყოველთვის ვიძახი მაგას. მოწყობილობა დევს აქ, გარჭობილი გვაქვს მაგნიტზე და GPS-ით თქვენ ჩვენ სიჩქარეებს ზომავს. ანუ ეს აპლიკაციამ წერენ ხოლმე, რომ ეს დრაგი რას ნიშნავსო და ეს არის კიდე აი მაინც დღეს თუ ჩართეთ პირველ ჩვენი ტესტ-დრაივი, ეს იცოდეთ, რომ ამ აპლიკაციით ზომავს მთელი მსოფლიო აჩქარებას და არა მარტო აჩქარებას, ტრეკის ვერსიები შემოვიდა, დრაგილეფი და კაი რეკლამა გამომივიდა დრაგის არ გვიხდიან. შეგიძლიათ ტრეკზეც იარო და ეს მოწყობილობა ზომავს. ანუ ეს არის უტყუარი, ნუ ყველა ამას იყენებს. ეხლა ჩვენ ვინაიდან ეს მანქანა ცოტა გაძლიერებულიც არის, რომც არ იყოს გაძლიერებული, მაინც მინდა 4-ვე წამყვანი რო არის 0-დან 100-მდე ავჩქარდე და მაგისთვის ყველაფერი მოვამზადე. აქედან სპორტ რეჟიმში გადავედი, მოცურება გავთიშე, ლანჩ კონტროლი გააქტიურდება, როგორც კი გაზის ტორმოზს დავაჭერ ორივეს. და ერევე დავედით, რა. კონდიციონერი გათიშე 1-5 ცხენი კი არის. რა, ყველაფერი მზად არის. Launch control ready! აი, მაინც ძინავს რა, ძინავს. გვიან აიბუსტება რა. ესე იგი head-up-ი მაქვს, აქ უყურებს სიჩქარეებს, 100 კი გავწვით, მაგრამ ცოტა მივაჭიროთ ბარემ მივდივართ. მიდის. ავიღეთ 200 თუ არა? კი. თუ რამე არ გვაქვს, ყველაფერი ვქენით. 0-დან 100-მდე წავჩქარდით და 0-დან 200-მდე წავჩქარდით. ეხლა ცოტა შევანელოთ, ვნახოთ, აბა 0-დან 100 მაინდა 5.40 ვერა რა, ვერც ლანჩ კონტროლი ვერ შველის და ვერც ულანჩოთ გაზი ტორმოზი, takže ვერაფერმა ვერ უშველა. მოკლედ, ლანჩ კონტროლის გარეშე სატესტოთ მაინც ვქენით გაზი ტორმოზით, ანუ არის ხოლმე ზოგჯერ ეს ლანჩ კონტროლით ცოტა გვიანი ძვრება, იმაშვება, ამაშვება და ორივე ვერსია ვცადეთ. ლანჩ კონტროლითაც და ლანჩ კონტროლის გარეშეც. არა, ცუდად არ მიდის, ანუ შეგრძნებებით საკმაოდ კარგად მიდის.
0-100, 5-46. მოგეთ 5-0 ვერ დავწერი, არ ვიცი, რა გავაკეთო, ვერ დავწერი 5-0. მაგრამ აქ შეგვიძლია ვნახოთ ახლა 100-200, 13-30. აი, მასზე გავჩქარდით, ეგრე გამოდის, ანუ ყველაზე სწრაფი მანქანა ნამდვილად არ არის. თუმცა მე ვიტყოდი შეგრძნებებით ნელი მანქანა არ არის. ანუ გულისხმობ იმას, რომ რა ჩააჭერ მიდის რა, ანუ უბრალოდ მოკვდავებისთვის ვის ამ მანქანას იყრის, რომ ვიზუალურად მოწონს, ცოტა ჩქარიც არის, კომფორტულიც არის და ასე შემდეგ. რავი, არ გაგიტყდებათ ამისი არ უნდა. მაგრამ იმ ხარეს თუ წავედით, რომ აი სტინგერს ვიყიდი და განსხვავებული მანქანით დავჩაგრავ იმ ცნობილ მანქანას, როგორც CLS-ი რაღაცა, ცოტა P-7 და რაღაცა B58-იან რაღაც 340-ებს დავჩაგრავ, ანუ ვერ დაჩაგრავ, ანუ გამორიცხულია. ვერანაირად AMG-ს და AM-ს და რაღაცებს ვერ ეჭიდავები ამ მანქანით. ანუ შეიძლება დაახარჯო ფული და ეჭიდავ, მაგრამ მე ვიტყოდი რომ აზრი არ აქვს. ანუ აზრი არ აქვს. ეს მანქანა უნდა იყიდო ესეთი როგორიც არის და მაქსიმუმ პატარა პრაში ჩაწერო პროგრამა, იმიტომ რომ უფრო ჩქარი იქნება და შენ ის სიამოვნებ ამით. ანუ შენ ის სიამოვნებ. თუმცა ეს მანქანა არ არის რომ აი გულის სიღრმეში კონდეს იმის ამბიცია და განცდა რომ სხვები უნდა რაღაც დაჩაგრო და გაასრო და წერონზე გამოხვიდი აქ და აბა ვინახართ გამოდეთ. ანუ დაივიწყეთ ეგ. ეხლა ისო კომფორტში დავბრუნდები და სიარულზე 2-20 სიტყვით გეტყვით. ნუ ეს კამები რო გიჭერს მაგაზე უკვე აგიხსენით და საკმაოდ ისეთია რა, გაზაობის დროს უფრო თავდაჯერებულად ზიხარ სავარძელში. ეგ მომწონს, კარგი რაღაც გაუკეთებიას, რო არ დაიკიდეს ფეხებზე და მაგაზეც იმუშავოს მომწონს. ანუ სიარულს რაც შეეხება, აი ყოველდღიურად რო იარო ამ მანქანით, მაგაზე მინდა ვისაუბრო. ეგ უფრო საინტერესოა ჩემთვის, მაგალითად ამ მანქანას როცა განვიხილავ, ვიდრე აი ამ მანქანით რეგზე შევარდები და რაღაცას ვიზავ ან ტრაკზე, ანუ მეორე ხარისხოვანია ეგ ყველაფერი. ცოტა ხისტი მგონია, ხიში გულისხმობ, აი ხმაურიანია. აი ხა ბანზე რო დავდივარ და ეს გადაბმები რო არის ასფალტის ან ბეტონის რომ ხდება, აი ზედმეტად ხისტად გადადის, ხმაურიანად გადადის. ანუ მაგას ჩვენ ვეძახით ბრაგუნებს ცოტას რა, ეგ არ მომეწონა. ის ფაქტი რომ ბრაგაბრუგი რო დავიკიდოთ ცოტა ხნით, გვერდზე გადავდოთ, დანარჩენი საჭერსთან ჯდომა, ხედვის არეალი, კამერები, სიარული, მოხვევა, რადიუსი, ანუ ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. აი, ეგ ყველაფერი არის მისაღები. ასევე ტევადიც არის ცოტა, არ არის ყველაზე პატარა მანქანა, ყველაზე დიდი მანქანა არ არის, მაგრამ აი სადღაც აი გრან კუპეებთან არის სადღაც ახლოს, იმიტომ რომ სახურავი ცოტა დაბალი აქვს უკან ამ მხარეს. გარედან გრან კუპეს გავს. ამ მანქანით ყოველდღიურად სიარული ნორმალური არის. აი ერთადერთი აი ბრაგუნი ცოტა ტვინს მიბურღავს. ბრაგუნი თუ დავიკიდეთ, აი ვინც უყურებთ ახლა ამ ტესტ დრაივს, დანარჩენი ყველაფერში ნორმა არის. ნორმა. ყველაფერში ნორმა მომყვება ყველანაირად, ყველა პარკინგის მარტივია, ქალაქში სიარულიც მშვენიერია, ქალაქგარეთ აი ბრაგუნი ტვინს. დანარჩენი სარბენი მანქანა. სარბენი მანქანაა რა, ბევრჯერ თქვი ერთი და იგივე, მაგრამ მინდა რომ ყველანაირად გადმოგცეთ ის ემოციები ამ მანქანის მართვის დროს, რაც მომანიჭა ამ მანქანას. ეხლა საწოლსაც ჩავახსოვთ, როგორც ყოველთვის ვისოლში ელექტრონული საფულედან ამოვანათეთ ხოლმე ჩვენ შტრიხლოს, გავატარებთ, ფასდაკლება გვეკუთვნის, ქულები გვიგროვდება, აპლიკაცია, ვისაც ჯერ კიდევ გადმოწერილი არ გაქვს, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და თქვენს გეკუთვნით ფასდაკლება, ასევე ძალიან ბევრი ქულები გიგროვდებათ, მეც საკმაოდ ბევრი ქულა დავაგროვე და თქვენ შეგიძლიათ იგივენაირად მოიქცეთ. ჩვენ არა მხოლოდ ტესტ-დრაივის ავტომობილებში ვასხავთ ვისოს, არამედ ჩვენ ავტომობილებში ყოველდღიურში და შეჯიბრზეც სუპერს ვიყენებთ ხოლმე ყოველთვის, როდესაც ვიღებთ მონაწილეობას ჩვენ შეჯიბრებებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც ჩვენ ვიდეოს უყურებთ, იცით რომ ჩვენ გათამაშება გვაქვს, 200 ლიტრის საწვავი უნდა გავათამაშოთ ამ თვეში, ამიტომ ყველამ დააკომენტარეთ ყველა ვიდეოზე. რა ვიდეოს დაიდება, ნებისმიერი კომენტარი შეგიძლიათ დაწეროთ.
და თქვენ მიიღებთ ავტომატურად გათამაშებაში მონაწილეობას. ჩვენ ვათამაშებთ 200 ლიტრ სუპერს, რომელიც გადმოგცა ვისოლმა, რომელიც გათამაშდება უხეში ტესტ-დრაივის არხზე. ამიტომ თქვენისგან დაგჩენიათ ვიდეოს უყუროთ, დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და უბრალოდ ნებისმიერი კომენტარი დაწეროთ ჩვენი ვიდეოს ქვეშ. იგი ღამე ცოტა გავიკატავეთ, იმიტომ რომ ღამე მაინც სხვა მუღამია. რა მანქანით რომ დადიხარ, ის სილამაზეები, ის ფარები, ის მთლიანობა ჩანს ხოლმე ღამე. თან ცოტა პრეტენზია რო გაქვს, რომ მანქანა უფრო ძერსკია და სათესლაოა, ღამეც უნდა გამოიარო უეჭველი. და მთელი ვიდეო დასაწყისში რო თქვი წინ, რომ აი BMW-სავით აქვს მეთქი ეს daylight-ი, ეგეც უნდა განახოთ. გარე ფორმა არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი daylight-ი რაც ანათებს. ეხლა შევაჯამოთ, მთელი დღე დავდივართ ამ მანქანით, ამ Stinger-ით დავდივართ მთელი დღე და აი რას შეიძლება შევადაროთ. მოდი პირდაპირ გეტყვი, CLS, A7 და M6 და მსგავს მანქანას მე არ შევადარებდი. ნუ უბრალოდ არ შევადარებდი. ამას შევადარებდი უფრო აი Hyundai შევადარებდი, რაღაცა Sonata-ს შევადარებდი, Camry-ს. Camry საქართველოში Toyota, ნუ გიждდებიან Toyota-ზე, მაგრამ ეგეთი მაგარიც ვერ არის Camry. ამიტომ მაგას შევადარებდი. კიდე რა შეიძლება შევადარო? Skoda-ს შეგვიძლია შევადაროთ, ზოგადად Skoda ავიღოთ, მაგას შევადაროთ. Volkswagen-ს შეგვიძლია შევადაროთ პლუს. რავი, აი Max Steel-ში თუ გახსენდებათ რაიმე მანქანები, აი ეგეთ მანქანებს შეგვიძლია შევადაროთ, მაგრამ აი გიგანტიჩებს ვერ შევადარებთ რა, იმიტომ რომ აი მე ვერანაირად ვერ შეგაყვარებთ ამ მანქანას, ისე რომ ვიღაც CLS-დან გადმოათრიო და აქ ჩასვა. მაქსიმუმ იარაღი რო დაადო, მე ხელებს რო გადაუგრეხავ, შეიძლება აქ Stinger-ში ჩატენო, მაგრამ თავისი ნებით, აი ვერ შევაცვლოვინებ აზრს, ანუ ბრნელ მხარეს ვერ გადმოვიყვან მაგ ადამიანს. მაგრამ ერთი შედარება მომდის, აი თქვათ ხარ თანამშრომელი, აი მენტურაში ხარ. ოღონდ აი როგორი თანამშრომელი, ვიღაც რიგითი კი არა, აი ტიპი ხარ, რა უტიპესი მასტი ხარ, აი უკვე დანაშაულია ვინმე თუ არ გიცნობს, აი ეგრევე დანაშაულია, რა აი ქალაქს აზანზარებ. აი ეგეთი მასტი რო ხარ და Skoda დადიხარ, ან სიტყვაზე Volkswagen-ი, აი მაქედან ამაზე გადმოსვლა უკვე ცოტა კაი პონტია, იმიტომ რომ მაგ მანქანას მართლა მირჩევნია, იმიტომ რომ ბევრად ლამაზია, ბევრად კომფორტულია, ბევრად ჩქარია, ვიდრე ნებისმიერი Volkswagen-ი ავიღოთ. რაც არ უნდა იყოს, GT იყოს და GTI თუ რეებიც არის ჯანდაბა იმისი. და ანუ ეს Skoda-ში, რავი, ერთი Scout-ია, რომელიც შიშის ზარს, მაგრამ წარმოვიდი, აქ რო საშვიგა გარჭობილი, ჩაბურული და ამის Stinger-ით რომ მოძრაობ, აი ამ გნიდა სიფათით, რავი, მე ხა მენტი რო ვიყო, უეჭველი ამას დავითრევდი. სად Skoda-ით რო კეტაო და სად Stinger-ი რო აყენია, აი ხუთი მანქანა Stinger-ს ოყავს ჩაკეტილი. ანუ ვიღაცა რო კითხულობს, აი ვისი მანქანა აყენია, ისეთი გონორით ვეღარ კითხულობს, რა, დახედავი, ჩაბურული, ამე შავითა, შავი უნდა იყოს, მუქი უნდა იყოს. ან რუხი მინიმუმ რუხი უნდა იყოს. Stinger-ში რო ჩაჯდები და ამ კვადროთი რო მოხევ, სად ეგ ეფექტი და სად ეგ Volkswagen-ს წინა დააპრუწუნებ, წინა ბოლოს და ტორპედოთი რო გაექცევი. ამიტომ მაგ შემთხვევაში მე Stinger-ს გირჩევდი. ეს ცოტა ხუმრობით ახლა, მაგრამ ნუ მე ამას აი რეკომენდაციას ამ მანქანას გაუწევდი. მომეწონა, მართლა მომეწონა მაგ სეგმენტში, ახლა მე ვთვლი ერთ-ერთი საუკეთესო. ერთ-ერთი კი არა, ნუ მაგ მანქანებს ხარ რაც ჩამოვთვალე, აი ასარჩევოთ რომ დამიყენო, ამას ავირჩევდი. მაგრამ ნუ არ დავმალავ იმას, არ დავმალავ რომ ახლა BMW-ს გავყიდი და ამას ვიყიდით მე მოგატყუებთ. ანუ მე კიდე ტყუილები არ მიყვარს ხა. CLS ნებისმიერ ძრავიანს დავიტოვებდი და მეყოლებოდა ჩემს იმითი უფრო ვისიამოვნებდი. მაგრამ ყველა ჩვენარად არ ფიქრობს და 100 წლის CLS-ი ყველას არ უნდა, ამიტომ ცოტა შედარებით ახალი მანქანა თუ გინდა, ახალი, ანუ ახალს გულისხმობ, აი რამოდენიმე წლის მანქანა რო არის. მაშინ რა თქმა უნდა ამას გირჩევდით. ნუ ეს ახლა შედარებით ოდნავ ძვირი ვიდრე ჩვეულებრივი Stinger-ი, იმიტომ ეს რესტია 22-იანი და რა თქმა უნდა 20 პლუსით ღირს ეს მანქანა. და სხვათა შორის ესეც იყიდება, ანუ ვინმეს
თუ აი ისე დაევასა ჩემი ვიდეოს მე რომ აი ეს უნდა ვიყიდო და 5 მანქანა ჩავკეტო, ნუ ეს მანქანაც იყიდება, მაგრამ თუ ცოტა შედარებით იაფად გინდათ იყიდოთ, არ არესტებით, 15-დან შეგიძლიათ შეიძინოთ ეს მანქანა. პლუს მაგას 300 ცხენის ზალიანებიც არსებობს, ესენი, ნუ ეს ეხა 3 და 3 ყველაზე ძლიერი ვერსია რაც არის და არსებობს 300 ცხენის ზალიანიც. სხვა კუბატურაა ეს. ნუ ისიც შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ მე მაინც ამას ვიყიდიდი. თუ ყიდულობ Stingers, ბარემ იყოს ტოპ ვერსია და ყველაზე ძლიერი. 15-დან ეხა, რა ვიცი, ნორმალური ფასია მე მგონი $15,000-დან ზევით, $15,000-დან ზევით გულისხმობ იმას, რომ შეიძლება 16-ად იყიდო, შეიძლება 17-ად, შეიძლება 18-ად და ნუ ეხა 20 ზევით ყველა ვარიანტი რესტი უნდა იყოს. ხოლო თუ ეგეც გეძვირება, გარანტირებულად და რისკების გარეშე შეგიძლია ამერიკიდან ჩამოიყვანო ეს ავტომობილი კოპარტის ოფიციალური პარტნიორის კავკასიის ავტოიმპორტით. ნუ ჩვენ ვიდეოს ვინც უყურებთ ხოლმე, იცით როგორ ჩამოყვავს, როგორ ვარჩევთ, როგორ ყიდულობთ და რავი, ყველაფერი დეტალურად გვაქვს ახსნილი. ძალიან მარტივია, მიდიხარ კავკასიის ავტოიმპორტში, აგირჩევენ სასურველ მანქანას, ბიუჯეტს რო ეტყვი, იქიდან მე უკვე შენ თვითონ შეიარჩევ, ერთად შეგარჩევინებენ ავტომობილს, რა დაზიანება აქვს, როგორი დაზიანება აქვს, დაახლოებით დაგითხრიან, რა ჯდება ამ ავტომობილის გაკეთება და შენთვის თუ არის უკვე მისაღები ეს ყველაფერი, დაკლიკავ და ესეთი მანქანა ჩამოგივა პირდაპირ თბილისში, ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, სადაც მოისურვებ. ამიტომ ძალიან მარტივია, კავკასიის ავტოიმპორტში მიდიხარ და თუ ეს მანქანა მოგწონს, იქიდან ჩამოყავს. ზედმეტი რისკების და ნერვიულობის გარეშე. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მგონი ყველანაირად ვეცადეთ, რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო და ყველაფერი ავხსენით, რაც ამ მანქანას ეხებოდა. დანარჩენი თქვენ იზღა დაგჩენიათ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ამ თვეშიც გავათამაშებთ 200 ლიტრს საწვავს. სუპერს, რომელიც გადმოგწვა ვისოლმა და ჩვენს უხეშ ტესტ-დრაივზე გათამაშდება. მხოლოდ და მხოლოდ კომენტარი უნდა დაწეროთ და რა თქმა უნდა უხეში ტესტ-დრაივის არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. მაგის გარშე არაფერი არ გამოვა. დაგემშვიდობებით, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. დროებით. ისე გამომხედე მეთქი რაღაცა. რა ხდება, კაციშვილი არ მოდიოდა. არ დავიწყე. სიმართლე სინათლე ძმაო.